სახელმწიფო ვალდებულია იპოთეკარების პრობლემები დროულად მოაგვაროს. ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გააკეთა. ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს ახსრულების ბიუროს 2008-2012 წლის მონაცემები წარუდგინა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტების თანახმად ბოლო 4 წლის განმავლობაში 171,293 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ბურჯანაძე მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ უშუამდგომლოს იპოთეკარებს კერძო თუ სახელმწიფო ბანკებთან და მიეცეთ მათ საშუალება დაბალპროცენტიანი სესხების აღების. მიუხედავად არაერთი ტრაგიკული შემთხვევისა, მიუხედავად არაერთი თვითმკვლელობისა, არც საქართველოს პარლამენტმა გააგრძელა ამ კანონპროექტის განხილვა, არც საქართველოს მთავრობამ არაფერი გააკეთა 11 თვის განმავლობაში ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად თუ არა გადასავადებლად მაინც და ქართული ბანკები ხომ სანაცვლოდ მოსახლეობისათვის შეღავათის გაწევისა აგრძელებენ ქონების ჩამორთმევას და ადამიანების ქუჩაში გამოსახლებას. ჩვენ არ ვთვლით და არც ეს დაზარალებული ადამიანები არ თვლიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ ვალი სახელმწიფომ ან ბანკებმა უნდა გაუსტუმრონ. მაგრამ სახელმწიფოსაც და ბანკებსაც აქვს იმის მექანიზმი, რომ ფორს-მაჟორულ ვითარებაში აღმოჩენილ საქართველოს მოსახლეობას ელემენტარული დახმარება გაუწიონ. გამოძებნონ ის გზები, რომელიც მისცემს მოსახლეობას გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხის აღების შესაძლებლობას და მისცემს, რომ პატიოსნად გაისტუმრონ დაგროვილი დავალიანება.